გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა ცოტა მოკლედ ვისაუბრო და თან რაღაცნაირი დისკუსია შემოგთავაზო ამ თემაზე. ეს არის ოცნების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის თუ ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ. პირველი რაც მინდა აღვნიშნო ის არის, რომ ეხლა თუ კომენტარებში ნაცი უნდა მეძახოთ, მაშინ კი ბატონო დაწერეთ და დატოვეთ ეს კომენტარები, მაგრამ ამას არანაირი აზრი არ აქვს. თუ რაღაცნაირად უნდა მეუზრდელოთ და პირდაპირ გიწვით რომ ნერვებს ნუ მოიშლით, იმიტომ რომ ერთს რო დამიწერთ უზრდელობას 10-ით კი პასუხებთ და სხვათა შორის ძალიან ხატო უნართ და მერე ბანს ისე დაგადებთ რომ მხოლოდ თქვენ დაინახავთ ცუდ სიტყვებს და შესაბამისად ნერვებს ნუ მოიშლით. თუ რაღაცა არსებითი დისკუსია გინდა და ზოგადად ეს ახალი შემოთავაზებული ინიციატივა ქოცნების მხრიდან არის ლაპარაკი იმაზე რომ ვითომ რაღაცა პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება უნდათ, მაშინ იქნება ეს პოლიტიკური გაჯანსაღება თვითონ საზოგადოებიდან დაგვიწყდა რაღაცნაირად გვესაუბრა არსებით ხო არის მუდმივად წუწუნი იმაზე რომ აი არსებით რაღაცეებზე ვილაპარაკოთ და დისკუსია და მე საბოლოო ჯამში რა ტიპის დისკუსიას არ უნდა შეთავაზო ხელისუფლებას და მის მხარდაჭერებს, არანაირი ტიპის დისკუსია ამ ხალხისთვის მისაღები არ არის, არც ფორმით, არც შინაარსით, არაფრით საერთოდ, მაგრამ მე მაინც ვეცდები და ჩემი აზრით ეს სიტუაცია აბსოლუტურად არ ლოგიკური არის და არათუ არ გამოიწვევს პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას, პირიქით დააბინძურებს პოლიტიკას და პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ცუდი რეპუტაცია იქნება საქართველოს და როდესაც ლაპარაკი არის იმაზე, რომ რაღაცა ავტორიტარიზმისკენ მიდის ქართული ხელისუფლება და ასე შემდეგ, ეს იქნება ერთ-ერთი არგუმენტი ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, რომელთანაც რაღაც ტიპის დალაგებაზე და ღიაობაზე მუდმივად არის ოცნების მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რაღაცა ჯინში ჩადგომა რაღაცეებთან მიმართებაში უფრო მეტად არის და ეს მე შეფუთული არის სუვერენიტეტის თემით და ეს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ჩემი აზრით ერთ-ერთი ესეთი ნაბიჯი იქნება, რომელიც გამოიწვევს ამ დისკუსიის კიდევ უფრო გამწვავებას ამ შემთხვევაში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ოცნების რეპუტაციის შელახვას. მაგრამ დავანებოთ ამას, ეხა ეს კიდე ცალკე თემა არის. ამ შემთხვევაში ვისაუბროთ უფრო შიდა პოლიტიკურ თემაზე, რომელზეც გვთავაზობს ქართული ოცნება და ქართული ოცნების წარმომადგენლები თუ მათი მხარდაჭერები და გვეუბნებიან, რომ მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოში თურმე ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ამ ხალხს აქვს მონოპოლიზირებული რაღაცნაირად პოლიტიკური ველი, რაც აბსოლუტურად ალოგიკური არის, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევხედავთ რას ამბობს ქართული ოცნება და მათი მხარდაჭერები ნაციონალურ მოძრაობაზე თუ მათგან გამოყოფილ გარკვეულ ძალებზე, რომლებიც დამოუკიდებლად განვითარდნენ, ყოველთვის არის ლაპარაკი, რომ ეს ხალხი არის გაფარჩაკებული, ეს ხალხი ყელში ამოუვიდა ქართულ საზოგადოებას, რომ მათ ხმას არავინ არ აძლევს, ამ მომრჩეველი არ ყავს. თუ ეს ასეა, მაშინ არანაირი ლოგიკა არ არსებობს იმისი, რომ მაინც საკანონმდებლო დონეზე მოხდეს რაღაცნაირად ამ ხალხისთვის აკრძალვა. აი მაგალითისთვის ძალიან კარგი მაგალითი ჩემი აზრით არის გიგი უგულავა, რომელზეც ძალიან დიდი ხანი მე მიკვირდა, რომ ამ კაცს ვიღაცა საერთოდ ტელეეთერში იწვევდა და იყო ხოლმე რაღაცა პერიოდი, როდესაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამ ტიპს სხვადასხვა ქართულ თოქ-შოუებში იწვევდნენ და აზრს ეკითხებოდნენ და რაც ჩემთვის აბსოლუტურად ალოგიკური იყო, იმიტომ რომ ამ კაცს თვითონაც აღიარებული ჰქონდა, რომ ეს დანაშაული რაც ქართულმა ოცნებამ მას დაუმტკიცა და რისთვისაც გაასამართლეს, ჩადენილი ჰქონდა, მაგრამ ის ამბობს, რომ ეს საციხო საქმე არ იყო. ნახო და რაშიც არ ვეთანხმები და ამ შემთხვევაში მგონია, რომ სწორადაც დაისაჯა ის, როდესაც დაისაჯა და ის დანაშაული რაც მას პასუხი აგო და არანაირი ჩემთვის ეს ადამიანი აბსოლუტურად პოლიტიკურად არარსებული ტიპი იყო, რომლის აზრიც არცერთ საკითხზე არ მაინტერესებდა არასოდეს და ვერ ვიგებდი საერთოდ რატო იწვევდა ამ ადამიანს ტელეეთერებში და რატო ეკითხებოდნენ აზრს. და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ეს კაცი გაქრა პოლიტიკური ველიდან და მას არავინ არაფერს აღარ ეკითხება. ეხა იგივე სიტუაცია ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა თუ მათ ორბიტაზე მყოფი პარტიები იგივე კალიბრის სუბიექტები არიან პოლიტიკურ პროცესებში, როგორიც არის გიგი უგულავა, მაშინ ავტომატურად უნდა გაქრეს ეს ხალხი, ხო? თუ ქართული ოცნება ამბობს იმას, რომ ეს ხალხი არაფერს აღარ წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ პროცესში,
მაშინ ეს არჩევნებზეც უნდა გამოჩნდეს თავისთავად და რაღაცნაირად თვითონ ქართველი ხალხი და ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს იმას, რომ ვის მისცეს ხმა და ვის მისცეს ლეგიტიმაცია იმაში პოლიტიკაში ჩართული იყოს თუ არა. თუ რაღაცა პარტიას ყავს თავისი ამომრჩეველი და ეს ამომრჩეველი მას ლეგიტიმაციას და მანდატს თუნდაც 5%-ას ან 6%-ას აძლევს იმისა, რომ ისინი ჩართულები იყვნენ პოლიტიკურ პროცესში, მაშინ ჩემი აზრით ქართულ ხელისუფლებას, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, არანაირი უფლება არ აქვს ის, რომ თავისი მოსახლეობის თუნდაც 5 ან 6%-ს აუკრძალოს ის, რომ ისინი მხარს უჭერდნენ რაღაცა პოლიტიკურ ძალას. თუ რაღაცა სისტემური დანაშაულები იყო კონკრეტული პირების მხრიდან, ან დღემდე არის რაღაცა პოლიტიკურ, ჩვენ ნახეთ ხო, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება თვლის, რომ რომელიღაცა პოლიტიკოსი კანონის ფარგლებიდან გადის, ამ კანონის ფარგლებში და ამ კანონის ფარგლებიდან გასulis შედეგად ის აკავებს, ასამართლებს და ჩვენ ხედავთ, რომ ციხეშიც არის რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და მანამდეც გვინახავს ჩვენ დაპატიმრებული და ციხეში გაშვებული ოპოზიციური ლიდერები, ხო? მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ამჟამად არის პატიმრობაში, ის სამართლდება და ასე შემდეგ. ანუ კანონ გარეშე ოცნების გადმოსახედიდან თუნდაც კანონ გარეშე არსებული ტიპები ისედაც ამ კანონის წინაშე პასუხისმგებლები არიან. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ოცნებამ გადაწყვიტა, რომ უბრალოდ ხალხს გადაუწყვიტოს პოლიტიკური გემოვნება. მით უმეტეს თუ ლაპარაკი არის იმაზე, რომ უდიდესი ველი არსებობს და ქართველი ამომრჩეველი რაღაცნაირად ხელებს ასავსავებს, რომ არიქა არიცის ვის მისცეს ხმა და შესაბამისად უკმაყოფილო არის ოპოზიციით და უკმაყოფილო არის სახელისუფლებო პარტიით, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ნიშა არსებობს იმისა, რომ რაღაცა პოლიტიკური ძალა გამოვიდეს ასპარეზზე და ეს თავისთავად ბუნებრივად უნდა მოხდეს და არანაირად ამას ვერცერთ ვარიანტში ვერ მოახერხებს და ეს არანაირად არ გამოიწვევს ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ აკრძალოს ნებისმიერი პარტია, არც ერთ ვარიანტში არ გამოიწვევს იმას, რომ რაღაცნაირად მოთავისუფლებულ პოლიტიკურ ველზე უცებ აღმოცენდეს რაღაცა პარტია, რომელიც დააკმაყოფილებს გამონთავისუფლებელი და ხვალახელილი და პოლიტიკური პროცესებიდან განწმენდილი ამომრჩევლის გულს მოიგებს და შესაბამისად რაღაცა ნამდვილი ოპოზიცია შეიქმნება და შეძლებს, რომ მართლა დემოკრატიული პროცესი შემოგთავაზოს ამ ქვეყანაში. იქ მაგალითად გოგა ხაინდრავა იყო რამდენიმე დღის წინ ლალი მოროშკინასთან და იქ ესე იგი დაგუპირდა მთელ ქართულ საზოგადოებას, რომ აი ეხლა, როდესაც ეს გაჯანსაღდება ეს პოლიტიკური პროცესი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შემდეგ, ეს დადგება თვითონ და შექმნის რაღაცა პარტიას თუ მოძრაობას, რომელიც არსებითად გააკრიტიკებს და შინაარსობრივად გააკრიტიკებს ქართულ ოცნებას და ეტყვის, რომ აი თქვენ ამას აკეთებთ არასწორად და დედი მისის შვილი არის ქართული ოცნებაო და არ მოგვისმინოსო ჩვენო მე როგორც ჯანსაღ ოპოზიციასო და მე ეს მაინტერესებს, რომ თუ თქვენ იმას ამბობთ, რომ არსებობს არსებითი საკითხები, რომელზეც შეიძლება ამ ხელისუფლების გაკრიტიკება და თუ თქვენ იმას ამბობთ, რომ არსებობს უდიდესი ნიშა ქართული ამომრჩევლის გულში, რომ შენ მიიღო ხმები, აქამდე გაგიკეთებ რა საჭირო არის ის, რომ ესე იგი შენ აკრძალე ჯიგარო ეხა ეს პარტია, რომელიც ისედაც მკვდარია და არანაირი ესე იგი რეიტინგი არ აქვს, 5 და 6% აქვს მარტო 10 ჯამში, დანარჩენი ხალხი ესე იგი თავისუფალია ეს პოლიტიკური ნიშა და შენ შეთავაზე ისე ამ აკრძალვის გარეშე გამოდი ამ პოლიტიკურ ასპარეზზე და ისი აკრიტიკე ეს ხელისუფლება და დაანახე მაშინ ხალხს, რომ აიცი რა არის, მე ვარ ნამდვილი ოპოზიცია, ეს ხალხი კი არ არის ეს ოპოზიცია, რომელიც რაღაცეებს ოპოზიციონერებს.
არამედ მე ვარ ნამდვილი ოპოზიცია და მე ვიკავებ ამ ნიშას ოპოზიციისა და ვებრძვი ჯანსაღად პოლიტიკურად შინაარსობრივად არსებითად ველაპარაკები, მაგრამ არა. აი ეხა ნახეთ ხალხო, ჩვენ ეხა ეს ყველაფერი რო აიკრძალება, მერე ჩვენ გამოვალთ და აი იმ ნამდვილ პრობლემებზე დავიწყებ ლაპარაკს. 12 წელი რას ელოდებოდი. ამ შემთხვევაში ქართული ოცნების სატელიტებად არსებულ ტიპებს გულისხმობ, რომლებიც აპირებენ რომ ამ ეხლა გამონთავისუფლებულ პოლიტიკურ პროცესებში გამოვიდნენ როგორც ჯანსაღი ოპოზიცია. ანუ აბსოლუტურად არანაირ ლოგიკას ეს არ ექვემდებარება. ეს ერთადერთი რასაც გამოიწვევს, იქნება ის, რომ როგორც საგარეო პოლიტიკის ამბავში და საგარეო ურთიერთობებში რეპუტაცია შეელახება საქართველოს როგორც ავტორიტარულ ერთპარტიულ ქვეყანას, ხოლო შიდა პოლიტიკაში მოხდება ის, რომ არაჯანსაღი და არადემოკრატიული პროცესები იქნება. ეს შეკითხვა არ გიჩნდებათ, მაგალითად ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომ რა შეიძლება იყოს პოლიტიკური ინდულგენცია, რითაც გამოისყიდის თავის თავს ვიღაცა. ანუ განათლების დღევანდელი მინისტრი ყავთ ადამიანი, რომელიც იყო ზურა ადეიშვილის მოადგილე. შინაგან საქმეთა მინისტრი არის ტიპი, რომელიც იყო შაშკინის მოადგილე და მანდატურების, ანუ აი ბავშვებს ასწავლიან, რომ ჩაშვებობის ინსტიტუტი კარგია, აი მაგ სისტემა და მაგ ჩაშვებობის ინსტიტუტი და რაღაცა პოლიციური ზედამხედველობა სკოლებში ვინც აწყო, ეგ ტიპი ყავთ შინაგან საქმეთა მინისტრად. რა გააკეთა მაშინ ამ ხალხმა ესეთი, ანუ რამე გაიდლაინი იქნება გამოცემული, რომ იცი რა არის, აი ხა შენ თუ გეკა გელაძეს და გივი მიქანაძეს მიბაძავ, მაშინ ეს აკრძალვა აღარ იქნება, აღარ იმოქმედებს შენზე? თუ ოპოზიციაში და რაღაცა ნებისმიერი პარტიის წევრობა აღეკრძალება, თუ ნაციონალებიდან გადახვალ ქართულ ოცნებაში და ამათ შეუერთები. ანუ მე რა მაინტერესებს ის, რომ რაღაც მომენტში გივი მიქანაძე რომ მიხვდეს, რომ ეს ხალხი მის განათლების რეფორმატორულ იდეებს არ იზიარებს, თანხმდროში არ მოდიან ერთმანეთთან და გადაწყვეტს, რომ წამოვიდეს ქართული ოცნების ხელისუფლებიდან და შექმნას ჯანსაღი ოპოზიცია, ნაციონალი გახდება ისევ და აი საკრძალვა შეეხება. თუ აი ეს როგორ იმუშავებს, ანუ ეს ხო აბსოლუტურად არანაირ ფარსი არის, როდესაც ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ თითქოს ეს რაღაცა პოლიტიკურ პროცესებს გააჯანსაღებს და პირიქით გამოიწვევს იმას, რომ კიდევ ერთხელ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე შეელახება რეპუტაცია. და შიდა პოლიტიკური პროცესები იქნება აბსოლუტურად გაუმართავი და მართული ამ შემთხვევაში. და ისე იგი გამოდის, რომ ხელისუფლება გიწყვეტს შენ საქართველოს მოქალაქეს შენი კონსტიტუციური უფლება არჩევანის პოლიტიკური არჩევანის შესახებ საიდკენ მიმართო. ხო და არ ვიცი, ჩემი აზრით ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არის, რომელიც არანაირად არ იქნება სასარგებლო ქვეყნის განვითარებისთვის არც ერთ ასპექტში. აი ამის თქმა მინდოდა და რა ვიცი, ეხა თუ ვინმეს გააქვთ იმისი არგუმენტი, რომ ეს რაღაცნაირად კარგი თემა არის, არ ვიცი, მე მოვისმინე ძალიან ბევრი არგუმენტი ამ თემასთან დაკავშირებით, ხალხის გამოკითხვებიც მოვისმინე ქუჩაში, ეს ექსპერტების და ქართული ოცნების მხარდამჭერების და მათი სატელიტების მიერ წარმოთქმული არგუმენტების და ჩემთვის აბსოლუტურად არც ერთი მისაღები არ არის. თუ ეს ხალხი ისედაც გაფარჩაკებული არის და ქართულ ხალხს ხელში ამოუვიდა და არსებობს რეალური ნიშა იმისი, რომ რაღაცა ახალი პოლიტიკური წარმონაქმნი არსებობდეს პოლიტიკურ ველზე, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ ხალხს წაიღებს, იმიტომ რომ დანარჩენები ყველანი ფარჩაკები არიან, მაშინ ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს და არანაირი იმითი რა ქვია რაღაცა სახელისუფლებო განწმენდით. თუ ვიღაცას რაღაცა და კონკრეტული დანაშაული მიუძღვის იმ კონკრეტული დანაშაულისთვის, მაშინ აიღეთ და გასამართლდეს და მოხდეს ის, რომ თქვათ რაღაცა სისტემური დანაშაული, როგორც თქვათ ბაჩო ახალაიას შემთხვევაში იყო, ან თქვათ ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში იყო. და ხო დაუმტკიცდა ამ ხალხს, რაღაცეები ვერ დაუმტკიცა ქართული ოცნების იმან და მაგი თვითონ ქართულ ოცნებას და მურუსიძეს მოთხოვეთ, ვისაც ამ თემაზე პრეტენზიები გაქვთ და საბოლოო ჯამში
ესე იგი, რა გამოვიდა, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხა სასამართლოს და გამოძიების გზით რაღაცეები დაემტკიცებინა ვიღაცეებისთვის და გადაწყვიტა, რომ ეხა პოლიტიკური და თავისი ძალაუფლების მხრივ მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც აბსოლუტურად არანაირად არ წაადგება ქვეყანას და პირიქით დაანგრევს მთელ პოლიტიკურ პროცესს და შემოგთავაზებს რაღაცა ხელოვნურ პროცესებს, რომლის შედეგადაც საბოლოო ჯამში კიდევ და კიდევ უფრო ჩამყაყდება პოლიტიკური სიტუაცია. აი, ჩემი აზრი ეს არის ამ თემასთან დაკავშირებით. თუ ვინმეს რაიმე ტიპის არსებითი და შინაარსობრივი დისკუსია შეგიძლიათ ამ თემასთან დაკავშირებით, შემომთავაზეთ ბატონო კომენტარებში. ნაციხა რომ შეგიძლიათ მეძახოთ კომენტარებში ამ თემებზე, ყურადღებას არ მივაქცევ. კიდევ ერთხელ, თუ წამეუზრდელებით 10-ჯერ მეტს დაგიბრუნებთ უზრდელობას და მერე დაგბლოკავთ. ასე რომ, რა ვიცი, მადლობა ვინც მისმენდით და რა ვიცი, გისმენთ, მაინტერესებს თქვენი აზრი.